28 ივლისი ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით სასტუმრო შერატონში იცოდე შეცვალე დაიცავია სახელწოდებით მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდებზე იმსჯელეს. ასევე წარმოადგინეს პეტიცია, რომელიც ხელმოწერების შეგროვების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტს, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სახალხო დამცველს გადაეცემა. ინფექციის დროული გამოვლენის მიზნით მრგვალი მაგიდის მონაწილეები ფართო მასშტაბიანი კვლევის ჩატარებას და ჰეპატიტზე სოციალური დაზღვევის პროგრამების ამოქმედებას აუცილებლად მიიჩნევენ. შეხვედრა საზოგადოებრივი ორგანიზაცია Step Forward-ისა და ასოციაცია თანადგომის ბათუმის ფილიალის ორგანიზებით ჩატარდა. პირველად აღნიშნავთ მრგვალ მაგიდას და პირველად აღნიშნავთ მსოფლიო ჰეპატიტების დღეს 28 ივლისს, რომელიც 2010 წლის მაისში მიიღო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და გვინდა რომ შევქმნათ სამუშაო ჯგუფი სამთავრობო სტრუქტურებთან და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობაში, რათა როგორმე ერთად შევძლოთ ამ პრობლემაზე მუშაობა და ამ პრობლემის მიმართებაში ნაციონალური სახელმწიფო პოლიტიკაზე ზემოქმედება ვიქონიოთ. რახან ნაციონალური პროგრამა ჩამოყალიბდეს. საქართველოში 200,000-მდე ადამიანი არის ინფიცირებული C-ჰეპატიტით. რამდენადაც არ არსებობს დღეს სახელმწიფო პროგრამები C-ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის, ამდენად ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება. და აი ესეთი შეხვედრები და საერთოდ საზოგადოების ჩართულობა, სახელმწიფოს ჩართულობა და ჯანდაცვის სპეციალური ორგანიზაციების ჩართულობა იმისათვის არის საჭირო, რომ ამ პრობლემას მეტი ყურადღება მიექცეს, გამოინახოს რესურსები მასთან საბრძოლველად.